414 კილომეტრის დაშორებით სოფელი გეგელიძეები მდებარეობს. ქედის რაიონის ერთ-ერთი ულამაზესი სოფელი გარდა თავისი ადგილმდებარეობისა ისტორიული წარსულითაც გამოირჩევა. ეს არის კუთხე, სადაც ყველასთვის საყვარელი პოეტი ფრიდონ ხალვაში ცხოვრობდა. ასე რომ ერთად ვიმოგზაუროთ სოფელში, სადაც უამრავი საინტერესო ისტორია და თავგადასავალი გველოდება. სოფელი გეგელიძეები მდინარე აჭარისწყლის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 560 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს და ცხმორისის თემს მიეკუთვნება. მას აღმოსავლეთიდან სოფელი ბალაძეები, ჩრდილო-დასავლეთიდან სოფელი ახო, სამხრეთიდან კი მდინარე აჭარისწყალი ესაზღვრება. ამჟამინდელი მონაცემებით გეგელიძეებში სულ 104 კომლია დასახლებული. გეგელიძეები სოფელს ქვია გვარიდან დარჩენილი ალბათ, გვარიდან დარჩენილი. გეგელიძეები ცხოვრობდა, გეგელიძე ცხოვრობდა ამ სოფელში თავდაპირველად, გეგელიძე. ხო და ამის გამო შეარქვეს ალბათ ამ სოფელს გეგელიძეები. 100 კომლამდე არის, 100-ზე მეტის. ერთი ამდენი კიდევ გადასულია სხვაგან და არ გაგონილა და ვინმეს არ გაუგონია რომ ერთი მეორესთან დაულაპარაკება იყოს და ერთი მეორესთან რასაც ცუდი რა ქვია მიმართვის შეხვდეს ხალხმა. ასეთი კარგი ურთიერთობა აქვს სოფელს საერთოდ და ამიტომ არ წავედი. გეგელიძეები წარმოშობით გეგელიძეების გვარით არის წარმოშობილი. გეგელიძეა ვიღაცა ოდითგან მოსული აქ მობრძანებული. მერე გამრავლდნენ წევიდა მიგრაცია სოფლიდან. ჩვენი სოფლის სხვადასხვა გვარებთან ბერიძეები, სანიკიძეები, ხალვაშეები, დუმბაძეები 13 გვარია სოფელში. მაგრამ ძველთა ძველი არიან სანიკიძეები და გეგელიძეები, ხალვაშეები. არიან ხალვაშეები სახალვაშოდან არიან მოსული. მერე ბერიძეები ოდითგან აბუქათიდან არიან მოსული. სირაბიძეები კვაშიდან არიან ამოსული. ჩვენ სოფელში არიან დღეს. დუმბაძეები ჩანჩხალოდან არიან ჩამოსული. ზევით, შუახევის რაიონიდან. უფრო ძველი გვარები არის სანიკიძეები, სოფლის ძველი წინაპრები და გეგელიძეები. დანარჩენი გვარები შევსილია. აქ არიან მამაპაპები, სასაფლაოებია. აქედან წაშალო და წახვიდე დაგარგულია ისიული. მაშინ არარაობა გამოვა. ის საღდარს უძახდნენ. იმ საღდარში სალოცავი იყო ახლა ეს ანძები რომა გაკეთებული და ესე ითქვათ
თან მოსახედი ადგილია ესე სხვა სოფლებსაც უკავშირდება ხედველობის თვალსაზრისით. ძირითადად დისციპლინის შრომის მოყვარეობით, ესე იგი ურთიერთპატივისცემით, სიყვარულით და სინდის ნამუსით. ესაა ძირითადად ადამიანის დამახასიათებელი. ის რომ ქედელებს ღვინისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ, ამას ყველა სოფელში გაშენებული ვაზის სხვადასხვა ჯიში მიუთითებს. გამონაკლისი ამ მხრივ არც სოფელი გეგელიძეებია. აქ ნური სირაბიძეს როგორც ცნობილ მეღვინეს ყველა კარგად იცნობს. უკვე 70 წელზე მეტია მისი მარანი აქ ამოსულ სტუმრებს 7-8 სახეობის ღვინით უმასპინძლდება. გამარჯობათ. როგორ ძანდებით? თქვენ როგორ ძანდებით? როგორც ხედავ, ეს არის ნურის მარანი. გეგელიძეებში ერთ-ერთი ცნობილი მარანი გაქვთ. ეს ოჯახის ალბათ უძველესი მარანია და აი მოგვიყევით აბა რამდენი ხანია რაც ეს მარანი გაქვთ? როგორც ვიცი, 9 საუკუნეზე მეტ ხანს ითვლის. მოდი სანამ საქმეზე გადავალთ. თითო თასი დავაგემოვნოთ. კი ბატონო. თან ვისაუბროთ. ეხლა ესე იგი რა სახეობის ღვინო უნდა ამოიღოთ? ეხლა უნდა ამოვიღოთ სოლიგაურის. ქედაში ერთ-ერთი განთქმული ღვინო. ასე რომ თქვა ბრენდი ღვინო სოლიგაური. მოგვიყევით აბა როდის დაინტერესდა თქვენი ოჯახი ვაზის გაშენებით? რამდენი ხანია რაც ის მარანი გაქვთ და ძირითადად რა ჯიშის ყურძენი ხარობს? კი ბატონო. დაახლოებით ბაბუა ჩემის დატოვებული არის ეს ძირძველი მარანი, ითვლის 70 წლამდე ისტორიას. ჩვენთან თვითონ ამ ტერიტორიაზე, ცხმორის საბჭოს ტერიტორიაზე ძალიან კარგად ხარობს და კერძოდ ქედის რაიონში, სოლიგაური. ძირითადად გვაქვს დაახლოებით 24 ჯიშამდე ყურძენი, მაგრამ უმეტესად მე როგორც ჩემი ტრადიციული გამოცდილებით სოლიგაური უფრო კარგად ხარობს. არის ძველი ჯიშები, ჩხავერი არის, რომელიც ძალიან კარგად ხარობს ჩვენს ტერიტორიაზე. არის კლარჯული, არის ცხენიძუძუ, არის მეკრენჩხი. ძალიან ბევრი ჯიშები და ეს ტრადიცია ბაბუაჩემმა მამაჩემს გადმოაბარა. ეხლა მამაჩემი ცოცხალი ბრძანდება, მაგრამ მე უნდა გავაგრძელო მისი ტრადიცია. დაახლოებით ვაწარმოებ 7 სახის ღვინოს. გასაღების ბაზარი არის ადგილობრივი ბაზარი. მე თვითონ სულ ქორწილებში დასული იყოს ამ მარანიდან ღვინო, სულ ზეობები და ზეობები. შევეკითხე გავლენსა ეს პატარა საქართველო როგორი თევს ამეთესა ცოტა მეტროს თუ დაუთმობ ლოცვას ცოტა მეტროს თუ დაუთმობ გეგელიძეები უხსოვარი დროიდან ერთ-ერთი ქრისტიანული სოფელი ყოფილა. თუმცა იმ ადგილას, სადაც ადრე ქრისტიანული სამლოცველო იდგა, დღეს ჯამეა აღმართული. გადმოცემის თანახმად საუკუნეების წინ თურქმა დამპყრობლებმა სწორედ ეკლესიის ნანგრევებზე ააგეს ჯამი, თუმცა ქრისტიანული სარწმუნოების კვალი ძალადობამ და დროთასვლამ მაინც ვერ წაშალა. ჯამის შესასვლელში არის გამოსახული ვაზის მტევნები, რაც ჩვენ გადაღებისას არაერთ სოფელში შეგხვედრია, იმედია
შიგნითაც ანალოგიური ქრისტიანული ორნამენტები დაგხვდება. ინტერესო რა ხდება აქ. მიუხედავად ძალადობისა, მაშინდელი ქართველი ოსტატები ქრისტიანულ ორნამენტებს ფარულად გამოსახავდნენ, აი თუნდაც აქ ჯვარია გამოსახული, აქვე ბორჯღალის ტიპის ერთ-ერთი ქართული ორნამენტი და ასევე ბორჯღალი არის გამოსახული შეფარვით აი სხვადასხვა ადგილას და მთავარი სალოცავი ადგილი ვაზის მტევნებით არის გარშემორტყმული. როგორც ვიცით, ჯამე დღემდე ფუნქციონირებს და აქ მცხოვრები მორწმუნენი სხვადასხვა დღესასწაულზე აქ მოდიან და ლოცულობენ. ორასი წლის ისტორია აქვს ჩვენ ჯამეს. მამაჩემის დიდი ბაბუა მითავეს ჯამე. ის ეკლესია დაშალეს და ჩამეიდას და პოლი ამის დაპოლეს ეს ჯამის პოლი. ეკლესიის ფიცარი იყო დღესაც. ასაკვირველია ქრისტიანული იყო ახლა და ამდახლა ლოცვილო ვინც ხაივართ. ეთი ვიყავით 20 და ახლა ვარ 10 კაცი. სოფელ გეგელიძეებს არა მარტო აჭარაში, არამედ მთელ საქართველოშიც კარგად იცნობენ. ეს არის კუთხე, სადაც დაიბადა და გაიზარდა ყოველთვის გამორჩეული და საყვარელი პოეტი ფრიდონ ხალვაში. ამ სახლში იქმნებოდა ის დიდი პოეზია, რომელიც განსაკუთრებით შეიყვარა ქართველმა ხალხმა. სახლი, რომელიც 2010 წელს სახლ-მუზეუმად გამოცხადდა, დღემდე არაერთ სტუმარს მასპინძლობს. განსაკუთრებული სიმრავლე კი აქ ყოველ 17 მაისს არის, როცა სრულიად აჭარა ფრიდონობის სახალხო დღესასწაულს აღნიშნავს. ჩვენ უკვე შემოვედით ფრიდონ ხალვაშის სახელობის მუზეუმში. აქ არის დიდი პოეტის ფოტოები თავმოყრილი მეგობრებთან, პოეტებთან ერთად. არის ულამაზესი ეკლესია და მუზეუმში არის ასევე განთავსებული ბატონო ფრიდონის სიგელები და ჯილდოები, რომელიც ერთად არის თავმოყრილი და განსაკუთრებით უყვარდა ეს კუთხე, ის იყო პატრიარქის ნათლული და აღნიშნავ საპატიო თბილისელის წოდება მიიღო პოეტმა და ეს არის სწორედ ის ჯილდო, რომელიც მუზეუმში ინახება დღემდე და ოთახი, რომელიც ყველაზე ძალიან უყვარდა, სადაც დაიბადა პატარა ხემით ხალვაში, შემდეგ უკვე დიდი ფრიდონ ხალვაში და სწორედ ამ ბუხრის ძირას იქმნებოდა ყველა ის ლექსი და პოეზია, რომელიც განსაკუთრებით შეიყვარა ქართველმა ხალხმა. გეტყვით, რომ ფრიდონ ხალვაში გარდაიცვალა 85 წლის ასაკში და ის დაკრძალულია ღვთისმშობლის ეკლესიის ეზოში. როგორც მამა, იყო შესანიშნავი მამა და არაჩვეულებრივი მეუღლე დედასთვის. მამა იყო ტკბილი და რაღაც ძალიან უჩვეულო, განსხვავებული სხვებისგან, სხვა მამებისგან. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ასე აღვიქვამდით. და ეს სიყვარული გაყვა სიცოცხლის ბოლომდე და მისი შემოქმედება უყვარს მთელ საქართველოს. ამას ცოთა შორის მაისის 20-ში თბილისში მწერალთა სასახლეში მაჩაბელზე
ცადართა ფრიდონის ხსოვნის საღამო და უხაროდა ძალიან უხაროდა ყველა მშობლიური შენთან მეგულება შენი ყვავილები ცეცხლით ვიწერები რამდენ ტკბილს მეუბნება მხოლოდ ერთი სიტყვა გეგელიძეები აი ესეთი სტროფიც მიუძღვნა გეგელიძეებს და ბევრი ლექსი ბევრი და მთელი მისი შემოქმედება თითქმის გეგელიძეების გარეშე არ დაწერილა და არ შექმნილა გეგელიძეებში არის უძველესი წყარო, რომელსაც სოფლის მკვიდრნი წყაროს თვალს ეძახიან. მართალია, დღეს წყაროს ადგილობრივები მხოლოდ ცივი წყლის დასალევად სტუმრობენ, თუმცა იყო პერიოდი, როცა წყაროს თვალზე ქრისტიანები ლოცვას აღავლენდნენ. სხვადასხვა ქრისტიანული დღესასწაულის დროს ამ ადგილას საქონელს მსხვერპლად სწირავდნენ. ჩემი გადმოცემით ასე ვიცი ძველებიდან რომ ამ წყაროთვალს იმიტომ შეერქვა რომ აქ წყარო არ იყო თავიდან ხო ალბათ ხალხი რომ დასახდათ და წყალი არ ქონდათ ამათ საქონელი წყავდათ ხოთი და რომ ესე იგი სიცხე იყო და საქონელის წყალი მოწყურდა ამ ადგილას დაიწყეს ამ საქონელმა ხარებმა ბუღრავი, რა ვიცი, ჭიდაობა და ამ ბუღრობაში აქ წყალმა გამოვიდა. ალბათ რა ვიცი, ახლა ასე ბუნებრივად გაკეთდა. მე აქ თავიდან შესწირვა იყო ამ წყალზე რომ გამოვიდა. აქ ჭურებიც იყო ჩაფლული და სვამდნენ, დაკლავდნენ საკლავს დაანაწილებდნენ რამდენიც იყო ხალხი მოსული და ამათ აძლევდნენ. ხო და ასე გრძელდებოდა ასე ეს დიდხანი. გეგელიძეების ისტორიულ წარსულზე მიუთითებს ჭანჭახის ციხის ნანგრევები, რომელსაც ადგილობრივები მე-11-მე-12 საუკუნეებით ათარიღებენ. შუა საუკუნეების ციხის სიმაგრე სათვალთვალო დანიშნულება ჰქონდა. ის გულების, კავიანისა და ტაკიძეების ციხეებთან ერთად მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ხეობის დაცვის სისტემაში. ჭანჭახის ციხე, ეგრეთ წოდებული ციხეა, იმიტომ რომ კოშკურას სახითაა უფრო მოცემული. ეს ასრულებდა კოშკურის როლს. კავშირი ქონდა ხიჭაურის ყავიანის ციხესთან და ამასთანავე ალბათ ხიჭაურიდან ოთოლთაში და აი ამ ჭანჭახის კოშკურიდან კიდე შეიძლებოდა კავშირი ზეზოფლის თავში. საქარავნე გზა გადიოდა ამ შენობის უკანა მხარეს, ანუ მთა გვანცას მხარეს გადის საქარავნე გზა, რომელიც აკავშირებდა თქვათ ქალაქს ხულოსთან რო აკავშირებდა ის გზა ძველი მონათხრობით გადმოცემულია რომ ამ ციხის უკანა მხრიდან გადიოდა.
გეგელიძეებში არსებობს უნიკალური ბიბლიოთეკა, რომელსაც ნახევარ საუკუნოვანი ისტორია აქვს. ბიბლიოთეკა ადგილობრივმა ლეილა კეკელიძემ დააარსა, რომელიც განსაკუთრებული მზრუნველობით უვლის ყველა იმ ლიტერატურას, რომელიც წლების განმავლობაში აქ შეგროვდა. გამარჯობა. გამარჯობა გენაცვლება. როგორ მადლობა. ხედავ შულაპუაში ხარ. მე ვერ წარმომიდგენია ჩემი თავი აი ამ სამყაროს გარეშე და ეს წიგნები ჩემს გარეშე. ამ წიგნების თაობაზე, აი ამ წიგნების ერთად აქ აიზარდნენ უამრავი მამულიშვილები, პროფესორები, მედიცინის დოქტორის მუშაკები. ეს ბუნებრივი წიგნი რაც ხელში გვიკავია და ვკითხულობ. თუნდაც ღამე, თუნდაც დაღალული და დავიღალე და დავისვენებ და ბალიშქვეშ შემოვიდებ ხოლმე ჩემ წიგნს. ამას ტექნიკა ვერ შეცვლის. ტექნიკის ერთ-ერთი აუცილებელია წერილთან საუბარი, მასთან ყოფნა, უფრო სხვანაირ სიყვარულს იმსახურებს მე. გვიყვარს კითხვა, გვიყვარს წიგნი. მიყვარს ეს ადგილი, ეს ჩემი სულიერი გამტვირთვის ადგილია და თქვენისთან ახალგაზრდებთან ანდერძივით ვამბობ ხშირად ხოლმე, როცა მოვკვდები. ერთ რამეს ვიტყვი ამ ქვეყანაზე, რაც გასაღები მიმაქვს საიქიო. რომელიც 100 წლისაა. ასაკის მიუხედავად ის საკმაოდ მხნედ გამოიყურება და ცდილობს საუკუნის მანძილზე დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება ახალგაზრდებს გადასცეს. მოდით ჩვენც გავიცნოთ სოფლის უხუცესი ბატონი სერგო ხალვაში. გამარჯობათ, სერგო ბაბო. გამარჯობა. როგორ ძანდებით? აი გიშოს, კარგად. ესე იგი, საკმაოდ მხნედ გამოიყურებით, ნარცაც თამაშობთ. ეხან ვინც მოიგებს, მე უნდა ვეთამაშო. ივადონო, დაგიწმო. თუ დავაგე. დავაგები დადოში. ესე იგი, ჩემი ჯერით დადგა. მოგზან. დავაგე და. კოლმეუნების წევრი ვიყავი და მუშაობდი კოლექტივში. ცხენით მომიყვანეს ცოლი. მაშინ მისლა ახლა რომ მიდიან და ნახულობენ და ისეთი მაშინ არ იყო. ისეთ სხვისი გადაცემით იცოდა ჩემი თავი, მეც სხვისი გადაცემით ვიცოდი ის 66 შთამომავალი მყავს ახლა. ჩემი გვარიდან შვილები და შვილები. ესენი შეადგენენ 66. აქედან მე-4 თაობა მომესწრა. ბადიშის ბადიშვი. ვინდა ვიცოცხლომა ეს ჩემზე არაა დამოკიდებული. ჩემზე რომ იყოს მე არადოს არ მოვკვდები მაგრამ. კერძების სიმრავლით აჭარის მაღალმთიანეთი განსაკუთრებით ცნობილია. მე უკვე არაერთხელ მქონდა საშუალება ამაში დავრწმუნებულიყავი და გარკვეული გამოცდილებაც მივიღე. ჩვენ ახლა სოფელ გეგელიძეებში ვიმყოფებით და გადავწყვეტეთ სწორედ ის კერძი მოვამზადოთ, რომელიც აჭარაში და მთელ საქართველოში განსაკუთრებით უყვართ. ვიმყოფებით სოფელ გეგელიძეებში, ქედის რაიონის ერთ-ერთ ულამაზეს სოფელში და დღეს ჩვენ ვამზადებთ ყოველთვის საყვარელ გამორჩეულ კერძს, აჭარულ ხაჭაპურს, რომლის მომზადებაშიც ჩვენ ბატონი მერაბი დაგვეხმარება. ბატონო მერაბ, რა არის საჭირო იმისთვის, რომ აჭარული ხაჭაპური მოვამზადოთ? დავიწყოთ აჭარული ხაჭაპურის მომზადება. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, საჭიროა ფქვილი, რომელიც გვაქვს. სახეზე გვაქვს. ამისათვის ფქვილი რომ მთლიანად მოვამზადოთ, გვესაჭიროება საფუარი ჩავყაროთ 1 კოვზი.
აი ერთი კოვზი საფუარი, აი ეგრე. ფუარი მე დავამატოთ შაქარი ისევ ერთი კოვზი. ერთი კოვზის შაქარი. დავამატეთ შაქარი. შემდეგ გემოვნებით მარილი, თვალის ზომით ჩავაყაროთ მარილი. ისეც გემოვნებით. დიახ, თვალის ზომით, ესე იგი ეყოფა. კი ბატონო, ეხლა დავამატოთ რძე, დავასხათ რძე. ესე იგი, ერთი ჭიქა რძე. დიახ. და მე თბილ წყალში მოვზილოთ სომი. მე დაგისხამ. დიახ, ბატონო, დავიწყოთ. თქვენ მეტყვით ალბათ საკმარისი. კი, გეტყვით საკმარისი, როდესაც იქნება. კარაქი არ არის. კარაქის მერე ჩავახეხავთ ეხლა ცოტა ხანში. ეხლა გავაჩეროთ. ჩავხეხოთ ცოტაოდენი კარაქი. დიახ. აი, სახეხის შეგვიძლია გავაკეთოთ. კი ბატონო. აი, ეგრე. ეს გადმოვიტანოთ ასე. აი, ესე. ხო, შეგვიძლია აი დის ხვილ თვალე ეგრე ერთ-ორჯერ გავუხეხოთ. всё, საკმარისია, მოათხოვეთ ახლა, აი ასე გამოვიტან, всё, საკმარისია და გავაგრძელებ სომის დამუშავებას. დიახ. ფოფტ. უნდა გავუყოთ. ცილა უნდა მოხდეს. აი ეს, всё, თავისი კარგი. არ გამომივა, მაგრამ წება. აი ესე. აი როხეთა როგორი ფორმა გამოვიდა. ეხლა ამას გადავიტანთ. ხოხეთა როგორი კარგი ფორმა მიიღო. ეს კიდე ეჩუ მე მგონი ბატონო მერაბ დადგა დრო რომ ხაჭაპური ვაჩვენოთ ჩვენს მაყურებელს უკვე გამოცხებოდა როგორია და როგორი დასაგემოვნებელია. მოდი თქვენ ეს განთავისუფლეს ადგილი მე მოვიტან. კი ბატონო, აი ამას ასე გადმოვდგა. ასე. ნახოთ. ესეც ჩვენი უგემრიელესი აჭარული ხაჭაპური, რომელიც არა მარტო აჭარაში, არამედ მთელ საქართველოში ძალიან პოპულარულია, რომლის მომზადებაშიც ბატონი მერაბი დაგვეხმარა და თუ თქვენ დაგემოვნებასაც გადაწყვეტთ, აუცილებლად უნდა ესტუმროთ სოფელ გეგელიძეებს. წლის მერი ბერიძის მიერ შესრულებული ფოლკლორული სიმღერები სოფელ გეგელიძეებში ყველასთვის სასურველი მოსასმენია. ფანდურზე დაკვრის ინტერესი ქალბატონ მერის ჯერ კიდევ ბავშვობაში გაუჩნდა. თვითნასწავლი მუსიკოსი ქართულ ფოლკლორულ სიმღერებს არა მხოლოდ ინდივიდუალურად, არამედ ხშირად ადგილობრივებთან ერთად ასრულებს. გამარჯობათ! როგორ ძანდებით? მადლობთ, მეც არ ამიშავს. ტრადიციულად უკრავთ და მღერი ხართ. რა თქმა უნდა, ხალხურს. როგორც ქედელებს შეშვენით, ასე ვთქვათ. ალბათ, ასე გინდა ჩვენს რავი. ქალბატონო მერი, თქვენ ბრძანდებით თვითნასწავლი მუსიკოსი. და როგორც ვიცი, ბავშვობიდან უკრავთ. ნამდვილად. აი, როდის გაგიჩნდათ სურვილი რომ ფანდური აგეღოთ ხელში და დაგეკვრათ და რამ გამოიწვია ინტერესი? რა ვიცი, ოჯახში უმღეროდით მშობლები, და-ძმები. უფროსი შვილი ვარ მე საერთოდ და პირველ კლასში რომ მივედი სკოლაში, აი მაშინ გამიჩნდა სკოლაში რომ შევხედე გუნდი, ხალხური ცეკვები ისინი და იქიდან მოყოლებული შეიყვარე, შეითვისე. შევითვისე, შეძლების საგვარად.
და შემდეგ მე დავიბადე ხარავლაში და გამოვთხოვდი სოფელ გეგელიძეებში. და ტრადიცია გააგრძელეთ ოჯახის. სასოფლო კლუბი გაიხსნა 1973 წელს და იქიდან მოყოლებული 99 წლამდე ვიმუშავე სასოფლო კლუბის გამგედ. მთელი სოფლის ინტელიგენციის დახმარებით, მშრომელი მოსახლეობის გვერდში დგომით, აგერ ქალბატონი ლეილას შემწეობით, გზა თანდათან გავიკვალე და თითქმის 18 წელი ვიმუშავე. მაშინდელი მოსწავლე ახალგაზრდობისთან ჩემ გვერდით დგომით, ყველაფერი ასე. და თანასოფლელებსაც ასწავლეთ შემდეგ და შეაყვარეთ ქართული ფოლკლორი, რაც თავარია. მეორეც ვასწავლეთ. ეს ჩემ პატარები იყვნენ მაშინ, რა ვიცი და დღემდე ღერი ხართ, ღიღინებთ და ღიღინებ ოჯახში, შვილიშვილებისთვის. კაცი სარაძობს ამაში. თავარია მღერის. და ახლა რა შეგვისრულებთ ქალბატონო მე? ჯერ მივესალმები ყველას აჭარის ტელევიზიასაც თქვენს მესმეურებთ, რომ ჩვენი პატარა წვლილი ასე ოდენ გამოაჩინეთ და საზოგადოების წინაშე და მთელი აჭარის წინაშე წარგვადგენთ. უღრმესი მადლობა თვითეულ თქვენგან. დიდი მადლობა თქვენს და ახლა რა შეგვისრულებთ ქალბატონო მე? აჭარაზე შეგისრულებთ შეგლების საგვარად, რა ვიცი. ესე იგი აჭარას უმღერით ულამაზესი სოფელი გეგელიძეებიდან. დავიწყოთ აბა. გამასელი საფიბრძოდი ვიხარაგები სამასი ალალი შომავდილარდა ომშიაცი ყავმამასი შერინ დავარი მავარჯერ სულღავის ხელით დამდგარა ერთი დღე სოფელ გეგელიძეებში, რომელიც ჩვენ ერთად გავატარეთ. გავეცანით სოფლის ისტორიას, შევხვდით ძალიან საინტერესო და სტუმართ მოყვარე ადამიანებს, ასე რომ თქვენს გსურთ მსგავს გარემოში ერთი დღე გაატაროთ, სოფელი გეგელიძეები თქვენს მოლოდინშია.